როდესაც ტოქსიკური კვამლი აღჭობს სანქტ-პეტერბურგს, რუსეთს ალბათ აინტერესებს რა დაატყდა თავს. ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, უკრაინამ რუსეთში ნევის მდინარეზე მდებარე პორტს ისეთი ძლიერი დარტყმა მიატენა, რომ სანქტ-პეტერბურგი ერთ ღამეში საცხოვრებლად უარგისი გახდა. ომი რუსეთში მოვიდა და სანქტ-პეტერბურგის მოსახლეობას ახლა უკრაინის ეშინია. და უნდა ეშინოდეთ კიდეც. უკრაინის დრონების წყარო ჯერ კიდევ ამოუწურავია და დიდი ალბათობით ისინი ისევ მალე ვიდრე გვიან სანქტ-პეტერბურგს დაუბრუნდებიან. სანქტ-პეტერბურგი შეიძლება ამბობს, აღარასოდეს აღარ განმეორდება. ბოდიში. მაგრამ მათი სურვილი არ ასრულდება. ამ წუთებში ნევის მდინარეზე მდებარე უსტ-ლუგას პორტში წყლის ზედაპირზე კვამლია. მაგრამ ეს კვამლი ბევრად ცდება პორტისა და მდინარის საზღვრებს, რომელსაც ის უერთდება. როცა სანქტ-პეტერბურგში განთიად გათენდა, მაცხოვრებლები გაიღვიძეს და ახალი გაზაფხულის დღის პირველ სხივებს კი არა, არამედ ცაზე გადაფარებულ სქელ დამახჩობელ კვამლს გადააწყობდნენ. ქალაქის ჩვეულებრივი ხმაური და მოძრაობა შეცვალა უცნაურმა და შეშინებულმა სიმშვიდემ, როცა მოქალაქეები ფანჯრებიდან უყურებდნენ შავ ღრუბელს, რომელსაც მზე ვერ ახერხებდა გაენათებინა. ბევრი ალბათ მიხვდებოდა რა მოხდა. უკრაინის შორმანძილზე მოქმედმა დრონებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს დარტყმა. და დიდი ალბათობით სამიზნე იყო უსტ-ლუგას პორტი, რომელიც რუსეთის ნავთობის ექსპორტისთვის უმნიშვნელოვანესია. ბევრისთვის უხილავი იქნებოდა ცეცხლი, რომელმაც მოიცვა ეს მნიშვნელოვანი პორტი და მისი ნავთობის საცავი ობიექტები. ყველაფერი, რაც მათ დაინახეს, იყო კვამლი და ისინი ერთადერთები არ იყვნენ. ესტონეთის ქალაქ ნარვაში, რომელიც უსტ-ლუგადან 25 კილომეტრით, ანუ დაახლოებით 15 მილითაა დაშორებული, დაზიანებული პორტიდან ამოსული კვამლი ჩანს. საბედნიეროდ უზარმაზარი კვამლის სვეტი ნარვამდე არ მისულა, მაგრამ შორიდან ჩანს როგორ ადის მაღლაცაში, როგორც მონუმენტი არა მხოლოდ უკრაინის შორმანძილზე განხორციელებული თავდასხმის წარმატების, არამედ მისი ძალისაც. ესტონიას უკვე ჰქონდა ეჭვი, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. ესტონეთის თავდაცვის ძალებმა საგანგებო განგაშიც კი გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც ქვეყნის საჰაერო სივრცეში უცნობი თვითმფრინავი შევიდა. ბალტიისპირეთის სახელმწიფოზე რუსეთის თავდასხმის შიშმა ადგილი მისცა შვებას, როცა დადგინდა, რომ დრონი უკრაინას ეკუთვნოდა. განგაშის გამოცხადებიდან მალევე ეს დრონი და კიდევ რამდენიმე სხვა მიზანს მიაღწევდნენ. უსტ-ლუგა ცეცხლშია, მაგრამ რუსეთისთვის ნამდვილი პრობლემა ისაა, რომ უკრაინა ერთ დარტყმაზე არ გაჩერებულა. დავიწყებთ ყველაზე ბოლო თავდასხმით. 29 მარტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ალფა დანაყოფმა Facebook-ზე გამოაქვეყნა განცხადება რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნავთობის პორტზე განხორციელებული ბოლო იერიშის შესახებ. ამ ღამით სპეციალური ოპერაციების ცენტრის ალფას ბუს შორმანძილზე მოქმედმა უპილოტო დრონებმა წარმატებით იმუშავეს ნავთობის ტერმინალის პორტ უსტ-ლუგას ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მდებარეობს რუსეთის ლენინგრადის რეგიონში, პოსტში ეწერა. ასევე იყო ბუნდოვანი მითითებები უსტ-ლუგას ობიექტზე ხანძრის დაფიქსირების შესახებ, ასევე რამდენიმე მსხვერპლის შესახებ. რუსეთი რა თქმა უნდა ცდილობდა ყველაფერი შეემცირებინა. რეგიონის გუბერნატორმა, რომელიც უსტ-ლუგას ზედამხედველობს, ალექსანდრე დროზდენკომ, მხოლოდ ის განაცხადა, რომ უსტ-ლუგაში ზიანი იყო. მან ყურადღება გადაიტანა 31 უკრაინულ დრონზე, რომლებიც მისი თქმით რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს ლენინგრადის ოლქის თავზე ღამის განმავლობაში. მაგრამ დილის 7 საათისთვის ადგილობრივი დროით საგანგებო სამსახურები კვლავ ცდილობდნენ უკრაინის მიერ გამოწვეული ხანძრების ჩაქრობას, იმ დროს როცა სანქტ-პეტერბურგის მცხოვრებლები საუზმის დროს ახველებდნენ, რადგან ცას მობით იყო სავსე. უკრაინის თავდასხმის შესახებ მეტი დეტალი Newsky-სგან ხდება ცნობი. მათი უწყებიან, რომ უკრაინის დრონები პირველად სანქტ-პეტერბურგში დაახლოებით ღამის 2:30 საათზე ადგილობრივი დროით გამოჩნდნენ და მალევე მიადგნენ უსტ-ლუგის პორტს. მოსახლეობა, რომელიც ამ გვიან საათზე ჯერ კიდევ ფხიზლავ იყო და დრონების მიახლოებას ახლოდან ხედავდა, სახურავებზე ავიდა და ფანჯრებიდან გადაიხარა, რათა რაც შეეძლოთ გადაეღოთ. მალე ჰორიზონტზე კაშკაშა ევარება გამოჩნდა, როცა 6 სხვადასხვა აფეთქების ხმა გაისმა. საწყისი აფეთქებების შემდეგ მეორადი ხანძრები გაჩწრები გაჩნდა. ზოგმა მცხოვრებმა კი აღნიშნა, რომ ის რაც მათ გაიგონეს, артиლერიის ზალპს ჰგავდა. უკრაინა მინიმუმ 10 უპილოტო საფრენი აპარატი, ანუ UAV გაუშვა და საინტერესოა, რომ ისინი შესაძლოა უკრაინის ტერიტორიიდან არ ყოფილიყო გაშვებული. ამაზე მალე დავბრუნდებით. დარტყმამ უსტ-ლუგა პარალიზებულ პორტად აქცია. დილით 4 საათისთვის უკრაინის დრონების მიერ გამოწვეულმა ხანძარმა 5000 კვადრატულ მეტრზე, ანუ თითქმის 54000 კვადრატულ ფუტზე მეტი ფართობი მოიცვა. დრონების ნამსხვრევები, რომლებიც რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს, რამდენიმე კილომეტრის რადიუსში იყო გაფანტული. ის დრონები, რომლებმაც მიზანს მიაღწიეს, საშიში ხანძარი გამოიწვიეს, რამაც ძლიერი და გავრცელებადი სმოგის წარმოქმნა გამოიწვია, რომელიც მთლიანად გაჯერებულია იმ ქიმიურ ნივთიებით, რური ნივთიერებებით, რასაც რუსეთი უსტ-ლუგადან ნავთობპროდუქტების ექსპორტისას გამოყოფს. რუსეთი იძულებული გახდა შეეჩერებინა ოპერაციები უსტ-ლუგაში, სანამ მისი ხელისუფლება ხანძარს ებრძვის და ეს სწორედ ის ბოლო რამაა, რაც პუტინს სურს გააკეთოს. ეს არის პორტი, რომელიც როგორც Reuters-ი იუწყება, დღეში დაახლოებით 700,000 ბარელი ნავთობის გატარებას უზრუნველყოფს. ხოლო 2025 წელს მან 32.9 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტი გააგზავნა იმ მომხმარებლებთან, რომლებიც მზად არიან რუსეთს მისცენ საშუალებას სანქციებს გვერდი აუაროს და მათ მიხრიდოს ოღონდ ფასდაკლებას ირებენ. უსტ-ლუგა ასევე მნიშვნელოვანი ცენტრია რუსეთის გაზის ექსპორტისთვის.
The Military Show-ის მიხედვით, პორტი, რომელშიც 18 დიდი საცავი ავზია და აქვს 9 ნავმისადგომი, რომლებიც ემსახურება 150,000 ტონამდე ტევადობის ნავთობის ტანკერებს, ასევე ახლოს მდებარეობს უსტლუგას გაზის გადამამუშავებელ ქარხანასთან, რომელსაც გაზპრომი მართავს. უკრაინამ ის ქარხანაც დაარტყა. 25 მარტს უკრაინის დრონებმა ძლიერი დარტყმა მიატენეს და გაანადგურეს ობიექტი, რომელიც წელიწადში 45 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივ გაზს ამუშავებს. ეს უკრაინის ერთჯერადი შეტევა არ არის. სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის მოსახლეობა შეშინებულია, რადგან უკრაინა ისევ და ისევ უტევს უსტლუგას. რაც ამ ტიპის თავდასხმებში ხედავთ არის ის, რომ მილიონობით დოლარის ღირებულების ნავთობი და გაზი იწვება და იკარგება. და ამას მხოლოდ პირდაპირ მნიშვნელობით არ გულისხმობთ, თუმცა რუსეთის საცავების განადგურება მის პორტებსა და გაზის გადამამუშავებელ ქარხნებში მნიშვნელოვანია. როდესაც უსტლუგას პორტი გათიშულია, რუსეთი ვერევერ ახერხებს თავისი ნავთობის რეგიონიდან გადანას. ის თხევადი ოქრო სხვა პორტებში უნდა გადაიტანონ და ეს დაგვიანებები ნიშნავს, რომ მილიონობით დოლარი იკარგება, რადგან რუსეთის მყიდველები ელოდებიან ნავთობს, რომელიც არ მოდის. ასე გამოიყურება მთელი ინდუსტრიის სისტემური დეგრადაცია უკრაინის დრონების მიერ და უსლუგად დაუცველია. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უკრაინამ პორტს დაარტყა. რადიო თავისუფალი ევროპა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პორტზე ეს ბოლო იერიში უკვე მესამეჯერ განხორციელდა მხოლოდ ერთ კვირაში, რადგან უკრაინა რუსეთის ნავთობის ექსპორტს მიზანში იღებს. დროის შერჩევა შემთხვევითი არ არის. რუსეთი დიდი თახის გამომუშავებას ახერხებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტით. მას შემდეგ, რაც ირანში ოპერაცია ეპიკური რისხვა დაიწყო. ამ ოპერაციამ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა გამოიწვია, რაც თავისუფლ ნავთობის ბარელის ფასის $100-ზე მაღლაზე დასმოხვა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სანქცირებულ ნავთობზე დიდ ფასტაკლებებს აკეთებს, კრემლი მაინც დიდ შემოსავალს იღებს, რადგან ახლა ნავთობის თითო ბარელს 20 ან 30 დოლარით უფრო ძვირად ყიდის, ვიდრე წლის დასაწყისში. უკრაინას ამ მდგომარეობისთვის ბოლო უნდა დაესვა და საუკეთესო გზა რაც იცის, არის რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნავთობის პორტზე დამანგრეველი დარტყმების მიყენება. უსტლუგა ერთადერთი პორტი არ არის, რომელსაც უკრაინამ შეუტია. უკრაინის დრონებმა ასევე დაარტყეს ბალტიის ზღვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნავთობის ტერმინალს პრიმორსკში, რამაც გამოიწვია ხანძრები და შეჩერებები, როგორც ამას უსტლუგაში ვხედავთ. უკრაინა აქ პუტინს გზავნილს უგზავნის. სინამდვილეში ორი გზავნილია. პირველი, რუსეთს არ მისცემენ უფლებას, რომ ისარგებლოს ირანში ომით გამოწვეული ნავთობის ფასების ქაოსით. და მეორე, უკრაინას შეუძლია რუსული ნავთობის ობიექტებზე უფრო ღრმად დაარტყას რუსეთის შიგნით, ვიდრე პუტინს ოდესმე ეგონა. უკრაინის ბოლო დარტყმის გავლენა უზარმაზარია და თითქმის არაფერს შეედრება იმასთან, რაც აქამდე რუსეთზე გაუკეთებია. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Show-ს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ეხლა იდეალური დროა დააჯიროთ რილაქს, რომ არასდროს გამოტოვოთ ახალი ვიდეო. უსტლუგაში უკრაინამ დააზიანა პორტის ორი მთავარი ნავმისადგომი, ასევე რეზერვუარები და ტრანსფორმატორის ქვესადგურები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო რუსეთის ნავთობის ტანკერებზე ჩატვირთვისთვის, რომლებიც პორტში შედიან. რაც შეეხება ამ ტანკერებს, New Sky-ის ინფორმაციით, უკრაინის თავდასხმის დროს 6 მათგანი იტვირთებოდა და ყველა მათგანი უნდა ევაკუირებულიყო. ეხლა პორტის მახლობლად ყურეში მინიმუმ 15 გემი უმოქმედოდ დგას. ისინი უახლოეს მომავალში ჩატვირთვას არ აპირებენ. უსტლუგას პორტი ჯერ კიდევ ძალიან ცხელია. თუ გინდა გადამდნარი გემი და დაღუპული ეკიპაჟის წევრები, უსტლუგაში ახლა შესვლა ორივეს სწრაფად მოგცემს. რუსეთში საგანგებო სამსახურები იუწყებიან, რომ უკრაინის თავდასხმის შედეგად მინიმუმ 2 პორტის მუშაკი დაშავდა და 200 ადამიანი ევაკუირებულია ხანძრის ზონიდან. ლენინგრადი ამჟამად საგანგებო მდგომარეობაშია და სანქტ-პეტერბურგში დაფიქსირებული დაბინძურების მასშტაბი რუს ხალხს აჩვენებს, რომ ომი, რომელიც მათმა ლიდერმა დაიწყო, შეიძლება მათვე დაუბრუნდეთ, მაშინაც კი როცა ისინი ფრონტზე არ გაუგზავნიათ. ადრე ვახსენეთ, რომ უკრაინამ შესაძლოა ამ თავდასხმის განხორციელებისთვის ახალი მეთოდი გამოიყენა. ჩვეულებრივ, უკრაინა თავის გრძელდისტანციურ დრონებს საკუთარი ტერიტორიიდან უშვებს. უკრაინასა და უსტლუგას შორის მანძილი 850 კილომეტრზე მეტია, ანუ დაახლოებით 530 მილი საზღვრიდან პორტამდე. ეს დიდი მანძილია, მაგრამ უკრაინას აქვს დრონები, რომლებსაც ამ მანძილის დაფარო შეუძლიათ, ასე რომ საკუთარი ტერიტორიიდან განხორციელებული დარტყმა სრულიად შესაძლებელი იქნებოდა. თუმცა თუ New Sky-ის ინფორმაცია სწორია, უკრაინამ უსტლუგაზე თავდასხმისას ეს მეთოდი არ გამოიყენა. მედია ამტკიცებს, რომ უკრაინამ ამ დარტყმისთვის გამოყენებული 10-12 შორ მანძილზე მოქმედი დრონი არა საკუთარი ტერიტორიიდან, არამედ ფინეთის ყურის წყლებიდან გაუშვა. ეს შეფასება ეფუძნება ღია წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას, რომელიც Flight Radar 24-ზე გამოქვეყნებულ დრონების ტრაექტორიებს ეხებოდა. ინტრეკერის მიხედვით უკრაინის დრონებმა დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინეს ყურეს, რომელიც უსტლუგაში შედის, რამაც მათ საშუალება მისცა აეცილებინათ პორტის საჰაერო თავდაცვა. Deep State, რომელიც ასევე ღია წყაროების ანალიტიკოსია, ამატებს, რომ უკრაინამ დრონები ზღვის პლატფორმებიდან გაუშვა. ეს საინტერესო კითხვებს აჩენს. უკრაინამ თავისი ზღვის პლატფორმა გაგზავნა ფინეთის ყოთხორმა გასავეში დრონების გასაშვებად. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინას აქვს დრონ-ნავები, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ FPV დრონების, მაგალითად ბარაკუდას გასაშვებად. თუმცა FPV დრონებს არ შეეძლოთ იმ მასშტაბის ზიანის მიყენება, რასაც უსტლუგაში ვხედავთ.
შესაძლოა უკრაინამ საპატრულო ნავებიც განათავსა ბალტიის ზღვაში თავისი დრონების გასაშვებად. თუმცა კიდევ ერთი შესაძლებლობაც არსებობს. მუშაობდა თუ არა უკრაინა სხვა ქვეყანასთან ერთად ამ თავდასხმის განსახორციელებლად. New Sky ვარაუდობს, რომ ეს შესაძლებელია და აღნიშნავს, რომ უკრაინას ფინეთისა და ესტონეთის წყლები უნდა გამოეყენებინა იმ დათმის განსახორციელებლად, რომელსაც დეტალურად აღწერს. თუ ასია, მაშინ ფინეთმა ან ესტონეთმა პირდაპირ დახმარება გაუწიეს უკრაინას. იცოდა კი საერთოდ, რომ უკრაინა მის წყლებში საზღვაო პლატფორმებს აგზავნიდა დრონების გასაშვებად. ეს ყველაფერი კითხვებია, რომლებზეც პასუხი არ არსებობს. თუმცა ესტონეთის თავდაცვის ძალებმა განგაში მაშინ გამოაცხადეს, როცა მის წყლებში უცნობი დრონი შენიშნეს. რაც მიუთითებს, რომ ესტონეთი ამაში ჩართული არის. ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელმაც უკრაინას დახმარება გაუწია, სერიოზულ ესკალაციას რისკავს რუსეთთან. ამიტომ ყველაზე სავარაუდო ახსნა, არსებული ღია წყაროების მიხედვით, ისაა, რომ უკრაინამ თავისი დრონები ბალტიის ზღვაში ფარულად შეიყვანა და შემდეგ საკუთარი საზღვაო პლატფორმებიდან გაუშვა. როგორც არ უნდა იყოს, პუტინი გაცეცხლებული იქნება. თუ უკრაინას ვინმე დაეხმარა, ეს ნატოს წევრი ქვეყანა იქნებოდა, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს რუსეთის უკმაყოფილებას ამ ორგანიზაციის მიმართ. მაგრამ თუ უკრაინამ ეს დამოუკიდებლად შეძლო, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს რაღაც ტიპის ნავი, საიდანაც შეუძლია გრძელდისტანციური დრონების გაშვება რუსეთში. ეს პუტინისთვის პრობლემაა. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის დრონებისთვის ახლა უფრო მეტი ობიექტი გახდა დაუცველი, ხოლო უსტლუგა ნათელი მაგალითია იმისა, რა ხდება, როდესაც ეს დრონები მიზანს აღწევენ. ასე რომ ვიცით რას დაარტყა უკრაინამ და გვაქვს ღია წყაროების ანგარიშები, რომლებიც მიგვანიშნებს თუ როგორ შეძლო უკრაინამ ამის განხორციელება. მაგრამ რა შედეგები აქვს უსტლუგაზე თავდასხმას რუსეთისთვის? აქ ორი საკითხია გასათვალისწინებელი. რუსეთის ბალტიის ნავთობის ქსელი და ის გავლენა, რაც უკრაინის ქმედება მოახდინა ქვეყნის მოსახლეობაზე, განსაკუთრებით სანქტ-პეტერბურგსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბალტიის ნავთობის მიმართულებით ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ უკრაინამ ბოლო 1 კვირის განმავლობაში მხოლოდ უსტლუგა არ აურჩევია სამიზნედ. მან დაარტყა კიდევ ერთ ნავთობორცს პრიმორსკში და 26 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის დრონებმა ასევე დააზიანეს კირიშის ორგანული სინთეზის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც სანქტ-პეტერბურგის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ეს ნავთობგადამამუშავებელი საწარმო აწარმოებს საწვავებს, როგორიცაა ბენზინი და დიზელი, რომელსაც რუსეთი ბალტიის პორტებიდან აგზავნის, როგორც უკრაინაში თავისი ჯარების უზრუნველსაყოფად, ასევე ექსპორტისთვის სხვა ქვეყნებში. აქ ჩვენ ხედავთ კოორდინირებულ კამპანიას რუსეთის მთელ ბალტიის რეგიონში, რომელიც მიზნად ისახავს მთელი რეგიონის ნავთობის ინფრასტრუქტურის განადგურებას. არსებობს მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც უკრაინა ამ ბალტიის პორტებს ესხმის თავს. ეს პორტები რუსეთისთვის ამჟამად ნავთობის მთავარი არტერია. უკრაინის თავდასხმებმა ნოვოროსიის გზზე, შავ ზღვაში და ასევე რუსეთის საზღვაო ძალებზე რეგიონში სერიოზულად შეზღუდა პორტის მუშაობა. რუსეთ ეშინია, რომ უკრაინული დრონების ახალი ტალღა მოხვება იმ თავდასხმებს, რომლებმაც მარტის დასაწყისში იმ პორტში ნავთობის ჩატვირთვის შეჩერება გამოიწვია. როდესაც რუსეთის მთავარი შავი ზღვის პორტი დაზიანდა, უკრაინა გადავიდა ბალტიის ზღვის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც პუტინისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ერთად უსტლუგისა და პრიმორსკის პორტები რუსეთის ნავთობის ექსპორტის მნიშვნელოვან წილს ამუშავებენ, რაც მათ კრიტიკულად მნიშვნელოვანს ხდის ქვეყნისთვის, რომ შეძლოს ნავთობის გაყიდვა საზღვარგარეთ. რუსეთს ცოტა სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა აქვს, განსაკუთრებით ევროპული ბაზრების მომარაგებისთვის. დიახ, მას აქვს პორტები წყნარ ოკეანესა და არქტიკის რეგიონებში, მაგრამ არქტიკის პორტები ზამთარში ადვილად მისადგომი ნამდვილად არ არის და ორივე ვარიანტი რუსეთისთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან ნავთობის ტრანსპორტირება უწევს ასობით თუ არა ათასობით მილის მანძილზე უფრო შორს, ვიდრე ჩვეულებრივ, სანამ საერთოდ ჩატვირთავს. ბალტიისპირეთი საკვანძოა და ასია მას შემდეგ, რაც პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა. და რომ ცოტა კონტექსტი გაგაცნოთ, რატომაც ასია, მხოლოდ ის უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი ამჟამად დღეში დაახლოებით 760 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს თავისი ნავთობისადობისა და გაზის გაყიდვებიდან, ნაწილობრივ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის წყალობით. მოდით ცოტა მათემატიკა გავაკეთოთ. 760 მილიონის 40% არის 304 მილიონი. ეს არის იმ ნავთობის ღირებულება, რომელსაც რუსეთი ვერ გაიტანს ქვეყნიდან მანამ, სანამ უსტლუგა და პრიმორსკი სრულად არ ამუშავდება უკრაინის დრონების იერიშებისა და მათ მიერ გამოწვეული ხანძრების გამო. გავზარდოთ ეს ერთი კვირით შეკეთებისთვის, რაც თითქმის უეჭველად ნაკლებია რეალურზე და მივიღებთ დაახლოებით 2 მილიარდი 128 მილიონი დოლარის ნავთობს, რომელსაც ვერ გაიტანენ ქვეყანიდან. 30 დღიან თვეში ეს რიცხვი იზრდება 9.12 მილიარდ დოლარამდე. და თუ უკრაინა მთელი წლის განმავლობაში ისევ და ისევ დაარტყამს უსტლუგასა და პრიმორსკს, ეს თითქმის 111 მილიარდი დოლარის ნავთობია, რისთვისაც პუტინს ალტერნატიული მარშრუტების პოვნა მოუწევს, რომ იღიდოს ის. რუსეთის სხვა პორტების გამტარუნარიანობა ნიშნავს, რომ ამ ნავთობის მთელი რაოდენობა ვერ გავა რუსეთიდან, როცა ბალტიის პორტები დაიხურება. ვერ გადაიტან მილიონობით ბარეულ ნავთობს სხვა პორტებში და ვერ ელოდები, რომ ლოგისტიკური პრობლემები არ იქნება. რაც უკრაინა აკეთებს უსტლუგაში და რუსეთის ბალტიის რეგიონში, ხელს უშლის პუტინს მიიღოს სარგებელი ოპერაციიდან, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რუსეთთან ან უკრაინასთან და ყველაფერი აქვს საერთო ირანთან. ჩვენ უკვე ვთქვით, ამ დარტყმების დრო შემთხვევითი არ არის. ბორის ახრენშტეინი, რომელიც ენერგეტიკის ანალიტიკოსია, ამბობს ამასვე და აღნიშნავს, რომ უკრაინის ბოლო დარტყმების გააზრებულობამ და მასშტაბმა ბალტიის რეგიონებში ისინი აქცია ყველაზე სერიოზულ საფრთხედ რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტისთვის ომის დაწყების შემდეგ.
რთულია ამაზე კამათი, მაგრამ სანქტ-პეტერბურგის მოსახლეობისთვის პრობლემა არ იქნება ის ფული, რომელსაც პუტინი ვერ მოიპოვებს თავისი საომარი მანქანისთვის. ეს არის შიშის გრძნობა, რომელიც მოდის იმის წოდნით, რომ უკრაინის დრონები მთელი რეგიონის მასშტაბით ახორციელებენ დარტყმებს და ამ დრონების გამო წარმოიქმნება სმოგის ღრუბლები, რომლებიც 12 მილზე მეტი მანძილიდან ჩანს. სხვათა შორის, სმოგის ეს ღრუბლები იწვევს იმას, რომ ჰაერში მავნე მიკრონაწილაკების PM2.5-ის დონე 15-ჯერ აღემატება უსაფრთხო დონეს. ასეთ ადგილებში, როგორიცაა ვასილი ოსტროვსკის და პეტროგრადსკის რაიონები, სმოგი ვენტილაციის სისტემების საშუალებით აღწევს და ხდება იმ მაცხოვრებლების სახლებში, რომლებიც ცდილობენ გარეთ არ გავიდნენ, რადგან ეშინიათ მოწამული ჰაერის ჩასუნთქვის. ამ კვამლის ღრუბლის ჯანმრთელობაზე ზემოქმედება შესაძლოა ნაკლებად მნიშვნელოვანია უკრაინის ომის კონტექსტში, ვიდრე ის შიში, რომელიც სანქტ-პეტერბურგის მოსახლეობის გუსახლეობის გულებში იბუდებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც უკვე ებრძვიან პუტინის ინტერნეტის პერიოდულ გათიშვებს, რომლებიც იმდენად მასშტაბური გახდა, რომ უკვე რუსეთის ყველაზე დიდ ქალაქებსაც კი აზიანებს. ამ გათიშვების მიზეზი კრემლის მიერ ახალი თეთრი სიის სისტემის დანერგვაა, როგორც კიევ ინდეპენდენტმა 22 მარტს გაავრცელა ინფორმაცია. ეს სისტემა მხოლოდ მთავრობის მხარდამჭერ ვებგვერდებზე, სოციალურ მედიასა და კრემლის ოფიციალურ წყაროებზე წვდომას აძლევს ნებას. ამიტომ სანქტ-პეტერბურგის მოსახლეობას მხოლოდ ოფიციალური წყაროები აქვს, რომლებიც არ ეტყვიან რა მოხდა უსლუგაში, იმ შემთხვევაშიც კი თუ საერთოდ შეძლებენ ინტერნეტზე წვდომას. როდესაც სიკვდილის უზარმაზარი ღრუბელი ეკიდება რეგიონს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ნაკლებობა ნუგეში არ არის. თვით პუტინისა და მისი პოლიტიკის ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერიც კი შეშინებული იქნება. საბოლოო ჯამში ერთი რამეა, როცა გათქვევენ, მაგრამ სულ სხვა, როცა რუსეთის ნავთობის პორტები იწვის. შენ კი მომწამრელ ჰაერს უსუნთქავ და მაინც ფიქრობ, რომ პუტინი ის ადამიანია, ვინც რუსეთს დაიცავს. უკრაინა სწორედ ამ ფაქტზე ამყარებს იმედს. რაც უფრო მეტ შიშს გამოიწვევს რუს მოსახლეობაში, მით უფრო გაძლიერდება სურვილი დასრულდეს პუტინის ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია. უსტლუგა შეიძლება რუსეთის ბალტიის ნავთობს ეხებოდა და უკრაინის დარტყმამ ეს საკითხი მთხი მოაგვარა. მაგრამ ნამდვილი გავლენა შეიძლება უფრო რუსეთის ქუჩებში იგრძნოს, ვიდრე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობის ტერმინალებში. და რაც შეეხება ნავთობის ტერმინალებს, ამ ვიდეოში რამდენჯერმე ვახსენეთ პრიმორსკი. თუ გსურთ გაიგოთ, რას აკეთებდა უკრაინა ამ პორტთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ყველაფერი გაიგოთ ჩვენი ვიდეოს ნახვით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ თვალყური ადევნოთ ჩვენს გაშუქებას. უკრაინის ბოლო სირმისეულ დარტყმებზე რუსეთის წინააღმდეგ და მადლობა როგორც ყოველთვის ყურებისთვის.